ერეკლე მეორეზე უნდა ჩავწერო დღეს გაკვეთილი, საღამოს დავდებ სლად YouTube-ზე. რა იმათთვის, ვინც ბერძენიშვილის ლაპარაკის შემდეგ აზრები შეიცვალა და უიცი გონიათ ერეკლე მეორე რა და რუსეთთან დამაკავშირებელი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. რა მგონი ნიკო ბერძენიშვილის საფლავში ტრიალის. ჩემს გარშემო ყველა კომპეტენტურ ისტორიკოსს ვესაუბრე, ერთი ორი დამჩა და შევაჯამებ საღამოს მოგახსენებთ ყველა საზრს. აი რადგინოდათ ბატონო ლევან ასეთი ლაპარაკი, ხო თარა პერიოდში დაიწყო გამძაფრებული სიტუაცია არ იყო. პირიქით ხალხი როდესაც პატივს აქცევს ხო რაღაცა ნაწილი. ელაპარაკით კარგი რაც მოხდა, ხო? სუდები რატო ისმოდა მაგ პერიოდში და ეხლა რატო ხმას აღარ იღებთ არა? რა მოიტანა თქვენმა ლაპარაკმა? ცუდი გარის და всё, ხო? საზოგადოება შეცდომაში შეიყვანეთ. იმის საშუალებაც არ მიაძით, რომ საკუთარი დასკვნა გამოეტანა თქვენ ლაპარაკზე, განათლებული ყველა არის და განათლებული კაცია ყველაზე საშიში, თორე უიცმა რა უნდა დაუშავოს საზოგადოებას, ხო ის უიცად დარჩება მთელი თავისი ცხოვრება. რა გავდის ბერძენიშვილი, მოკლედ საღამოს დაელოდეთ საინტერესო გაკვეთის კვირდებით რა, დროებით.